აღიარა ქართული სახელმწიფოებრიობის არსებობა შეეგუა თქვა იმპორტებსაც მოყობისას რათან ხდება ამდენად ჩვენ ახლა შეგვიძლია ჩვენი პოლიტიკური კურსი განსაზღვროთ როგორც ოთხმხრივად გახსნილი კონსულტაცია გქონდათ არა ბატონო რა კონსულტაციები რის კონსულტაციები ჩვენ ხალხთან რა ბატონო კარგი აი ამ იდეაში რომ დავუშვათ უარი ეთქვა სამხედრო ალიანსს აი რა პოტენციურად ვისწრე გაქვთ იმედი რომ ხალხს დაგიჭერენ ქართულ სპექტრში ან საზოგადოებრივი ორგანიზაციებია პოლიტიკური მოძრაობები მე მიმაჩნია რომ ძალიან ბევრი ფიქრობს აქ ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია საქართველოში არის შინაგან მართლა ეროვნული მართლაც ისევე აღიზიანებს ეს კოლონიური ფსიქოლოგია და სატელიტური მდგომარეობა ქვეყნის როგორც ჩვენ იმიტომ ისინი ჩვენი სისხლის და ხორცის ნაწილი არიან ერთნაირად ფიქრობთ მაგრამ მეორე ამბავი რამდენად აშკარად გამოხატა ესე იგი ჯერ არ აქვს იმედი რომ სამას მაგრამ ვინედია დაუკავშირდებიან ამის თაობაზე დაუკავშირდებით დაულაპარაკებთ ვინმეორებ არანაირი ანტინატურული პროცესი გახსნა არ იგეგმება ნატოსთან იქნება ისეთი თანამშრომლობა რომელიც აქ ნატოს შეუქმნის თავის ადგილას და პრობლემას და ჩვენს ტერიტორიას არ ჩამოგვაწვდის. ასევე ნორმალიზება მოხდება რუსეთთან ურთიერთობებში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, რომ სააკაშვილის წასვლის შემდგომ მოვიდეს ეროვნული ძალა ხელისუფლების სათავეში და უსქუეთიდან გასული სატელიტი რომელიც პროგრამის დაჭერაზე იქნება. ჩვენი საერთოდ ამოიწურა ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიფიქსირებთ თქვენ დღეს აი გუშინ უпроსრებს ქართული პოლიტიკური ვექტორი აშკარად შეცვალეთ. მე მგონი ეს მინისტრების სცენა დღეს ჩვენი შედეგია. სერიოზულად განვებით ძალიან დიდი წევები დაიწყება ანტიფედ ამერიკელები დაგიწყებთ ხოლოს რომ პრეზიდენტი პრეზიდენტი ოღონდ საერთოდ არ უსწრებს რამდენად მაგრამ შეთავაზებული წინადება არის ის გამოხდება ყოველ შემთხვევაში აჭერის პოლიტიკური სიტუაცია და როგორი იქნება დეკემბერი გულები ძრობს რომ ამ დეკემბერს რაღაცა დიდი წევები იქნება ქვეყანაში და კარგიც იყოს რომ გაიწეს რა იქნება ასე ვთქვათ ხალხის გამომხატველი ხალხის ნებისა. ეს მადლობა ხეგის რესტორანებს ვადოშალა მეტალატებული ვარ ბატონ შალანათელაშვილი გახდა ჩვენი სტუმარი შალანათელაშვილმა მისმა პარტიამ გუშინ ოფიციალურად გადაწყვიტა რომ იბრძოლოს იმისათვის რომ აქეთ სამხედრო ბლოკში აღარ იყოს საქართველოს მადლობს ოფისმენი დაგველოდეს საინფორმაციო შემდგომ მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო სტუმრები გვეყოლება ცნობილი ექსპერტთა ჯგუფი მათ დაასაბუთეს ყველა ესე ვთქვათ რაღაც არგუმენტები დადეს რომ ის რაც მოხდა აგვისტოში საკმარისია მაგის გასაკვე და იმპიჩმენტი გამოუცხადა. რა გასულში ნოემბერში მოხდა ეს არის საკმარისი იმპიჩმენტი. ეთახმებით იმის ფაქტები დასადები არის და ყოველ შემთხვევაში რაღაც რიგითობა იყო საჭირო ჯერ პოლიციელებია დასაჭერი მერე ზანების გამცემი მინისტრი მერე პრეზიდენტი. არავის არის პოლიციელი და პრეზიდენტი დაჭერა შეიძლება და ამ დამთავრდა ყველა. გააკეთეთ. საკმაოდ მიდის. კი ბატონო. ბატონო შალანათელაშვილი გახდა ჩვენი სტუმარი. დაგველოდეთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონებო და მინდა გითხრათ რომ ჩვენი სტუმრები გახლავთ საქართველოში პრინციპულ მოვლენათა კვლევის დამოუკიდებელ ექსპერტთა დროებითი ჯგუფის წარმომადგენლები ბატონი სოსო ცისკარიშვილი, ბატონი გია ხუხაშვილი, ბატონი ვახტანგ ხმალაძე დღეს ამ ადამიანებმა ამბასადორის შესაძლებელი განცხადება გააკეთეს და შეფასება მისცეს ყოველივე იმას ამასებრივ შეფასებაზეა საუბარი რაც გადაგვხდა ჩვენ აი აგვისტოს დღეებში მე მიჭირს საუბრის ამ თემის დასაწყისში ვინდა შეიძლება სიტუაცია და ისეთი კალეიდოსკოპური ცვლილებები არის ჩვენს ქვეყანაში რომ არ შემიძლია ეს განცხადება მივიღეთ ჩვენ აგერ ეს არ წაგიკითხოთ მე მაპატიებთ დამეწუნეთ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს გახავს საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ესე იგი 4 დეკემბრით არის დათარიღებული 2 წვიადი 360-02 ესეთი ნომრით გადაყარებულა ესეული ბატონი ირაკლი აბასანია მუდმივი წარმომადგენელი წევს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ქალბატონ ეკა სპეშელაშვილი ქალბატონ ეკა მოგახსენეთ
მოგეხსენებათ მივიღე გადაწყვეტილება, ეს ამაშორა მოგეხსენებათ მივიღე გადაწყვეტილება დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, მხოლოდ მიშუანდროს საქართველოს პრეზიდენტთან, რათა გატარდეს კანონის გათვალისწინებული პროცედურები. პატრიოტები ირაკლი არასანია ძალიან მნიშვნელოვანი რა მოხდა დღეს და ამას როგორ ჩასწრაფ სასწრაფოდ უცბად მოყვა რაღაც მთავრობაში რაღაც დიდი გადაადგილებები ეშელაშვილის მოხსნეს, ნოდიას მოხსნეს საწყალი, კეზერაშვილის ზედმეაყოლეს, ახალი სახეები გამოჩნდა და მე არ შემიძლია თქვენ არ გკითხოთ ეს გაგრძელება ყოველივე იმისა ბატონი ვაშაძის უცნაური განცხადება ელჩების სულ ყველას გათვალისწინების შესახებ რაღაცაში არ საქმეს, რაღაცა დინებებია, მე გხსოვთ ამაზეც კომენტარს და პირველ რიგში ამ თქვენს დღევანდელ ოფიციალურ შეფასებასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ ბატონი ვახტანგ ხმალაძე ჩვენთან როგორც ამ ექსპერტთა დროებითი ჯგუფის წევრი გახლავთ და რა θέλით აი ამ შეფასებისგან ეს უპრეცედენტო არის თქვენმა ჯგუფმა ეს ფაქტიურად საიმპიჩმენტოდ შესვლა ერთ-ერთი ადამიანი და რასთან გვაქვს საქმე ესეთი რამ პრეცედენტური სადმე ხდებოდა თუ არა მოხდა თუ არა და გითხარით ამის გარშემო დასრულებით თუ შეიძლება გითხოთ ერთ-ერთ სამივეს რომელი დავიწყოთ? ორი გადავახტა თქვენ დაიწყეთ თქვენ. ეცეთ მე ვიტყოდი ასე. ჯერეთი მე არ შემიძლია კომენტარი არ გავაკეთო იმის თაობაზე, რაც ახლა თქვენგან მოვისმინე. ეს ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების თაობაზე, რომ ყველა ელს თხოვე დაწეროს განცხადება გადადგომის თაობაზე. ეს ძალიან რბილად თუ ვიტყვით ასეთი მოქმედება ბოლშევიკურია რიად უცნაური არის და ოღონდ არის დამახასიათებელი ტოტალიტარული რეჟიმი. საქმე ის გახლავთ, რომ კანონის თანახმად საჯარო მოსამსახურეები არიან დაცულები იმისაგან, რომ პირველი პირების ცვლამ არ გამოიწვიოს მათი სამსახურებიდან განთავისუფლება. ასევე დაცულები არიან დიპლომატები, ელჩები. მოგეხსენებათ, ელჩების დანიშვნა ხდება ელჩებად პრეზიდენტის მიერ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. ანუ მათი სტატუსი თუნდაც ამ თვალსაზრისით არის საკმაოდ მაღალი. და იცვლება საგარეო საქმეთა მინისტრი. არ იცვლება პრეზიდენტი, არ იცვლება მთლიანობაში მთავრობა, არ იცვლება პარლამენტი. და ამ დროს რატომღაც, ანუ ელჩებს ვერ გადააყენებენ თანამდებობიდან, იმიტომ რომ საფუძველი სჭირდება გადაყენება. გადაყენებას ბოლო-ბოლო ვიკითხავთ, რატომ ათავისუფლებს სხვა ელჩს თანამდებობიდან. და ამიტომ მიმართეს ასეთ რამეზე, რასაც მიმართავდნენ ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან დაწყებული და მერე ეს ხელისუფლება საკმარისი იყო მინისტრის შეცვლილი იყო და სამინისტროში შესვლის პირველივე დღე უცხადებდა ყველა თანამშრომელს, რომ ყველამ დაწერეთ განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ყველა რეკორდი მაინც შედგა, იმიტომ რომ კაბინეტში შესვლამდე გაათავისუფლა სუპერმა. ისე რომ არ შესულა. მემართოს ერთ-ერთმა მინისტრმა ასეთი განცხადების დაწერა, რაცა მოსთხოვა თანამშრომლებს, იქვე დაამატა, ოღონდ თარიღი არ დაუსვა. თარიღს მე თვითონ დავსვამ, როცა საჭიროც მივიჩნია. ეს იმდენად, მე ვიტყოდი ამაზრდენი ფაქტია, რომ ასე როცა იწყებს ადამიანი, ბუნებრივია ის მიმართ, ასე ჯობის ხარისხი ვერ გაჩნდება. ეს ისე. ეხლა კონკრეტულად ამასთან დაკავშირებით, იცით, როდესაც კეთდებოდა ეს ანალიზი იმისა, იმ მოვლენებისა, რაც აგვისტოში მოხდა, ეს ანალიზი კეთდებოდა სხვადასხვა კუთხით. და ამაზე აქ თქვენთანაც არაერთხელ თქმულა. ეს იყო სამხედრო მოქმედებების ანალიზი ეკონომიკური მდგომარეობისა, რომელიც შეიქმნა აი ამ მოქმედების დროს, ანალიზი სხვა გაკეთდება და დაიდება კიდევ სხვა საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების სფეროში. ერთ-ერთი მიმართულება იყო სამართლებრივი შეფასება ამ მოქმედებისა, საქართველოს ხელისუფლების მოქმედებისა. აქვე ვიტყვი, ეს აღნიშნული გახდა ანალიზით, რომ ჩვენი მიზანი ამოცანა არ გახდა რუსეთის მოქმედების სამართლებრივი შეფასების დასაბუთება. და უბრალოდ აღნიშნავს იმას, რომ მიუხედავად იმისა, როგორ შეფასდება საბოლოოდ რუსეთის მოქმედება, რომელიც იყო
პირდაპირი აგრესია, არაპროვოცირებული აგრესია საქართველოსზე. თუ ეს იყო არაპროპორციული პასუხი საქართველოს ხელისუფლების მოქმედებაზე, რაც ახლა ყველაზე